ასოცირების ხელშეკრულება და საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი, ევროკავშირის ისტორია და ევროპული პოლიტიკა. ამ თემებზე მოსწავლეები დებატებს გამართავენ. მანამდე კი მათ ლექციები ჩაუტარდებათ. წელს პირველად აჭარაში ზამთრის სკოლა გაიხსნა. პროექტი ერთ კვირაში დასრულდება. აჭარის დებატების კლუბის ორგანიზებით გამართულ ბანაკს სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი 10,000 ლარით აფინანსებს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე ზამთრის სკოლის მონაწილეები დებატების ფორმატში იმსჯელებენ. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები ევროკავშირის თემატიკაზე ლექციას, სემინარებს მოისმენენ. პროექტის დასკვნით ეტაპზე კი მიღებულ ცოდნას ფინალურ თამაშზე შეაჯამებენ. იქნება ჩვენთვის ყველაზე აქტუალური თემა, რაც არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთან გაფორმდა და ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს მომავალში ელოდება ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ეტაპებზე. ძირითადად ბავშვები გარდა იმისა, რომ იქნებიან ოფიციალური ნაწილი დატვირთული, ასევე არაფორმალური განათლების თვალსაზრისით მათ სხვადასხვა ინფორმაცია, სემინარებისა და ტრენინგების სახით მიეწოდება ასევე ევროკავშირის ირგვლივ. გავირჩიეთ თემა ევროკავშირი და საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან. ყველა მასალა იქნება კავშირში დებატებთან, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მათ უნდა ჩვენ ამ ბანაკში მოვაწყობთ ორდღიან დებატების ტურნი, სადაც გამოვლინდებიან ფინალისტი გუნდები. ჩვენ ვასწავლით ზოგადად მათ ფუნქციებს, სპიკერის მოვალეობებს. პროექტის 30-მდე მონაწილე აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლაში სწავლობს. ბანაკელებს ერთი რამ აერთიანებთ. ისინი დებატ კლუბების წევრები არიან. ძალიან გამიხარდა ეს თემა რომ იყო, იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც გონია რომ თუ ევროკავშირში გაწევრიანდება საქართველოს, მაშინ დაკარგავს მენტალიტეტს და ჩვენს ღირსებას. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, ამ 5 დღის განმავლობაში ბევრ საინტერესო ინფორმაციას მივიღებ. კარგი თემები გვექნება ამ ერთი კვირის განმავლობაში. თემა არის ევროკავშირი და საქართველოს. ძალიან ბევრი დებატი გვექნება, რომელიც ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის და საქართველოს მომავლისთვის. პროექტი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დაფინანსებით და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. თავარი ის არის, რომ ჩვენ ახალგაზრდობის სკოლის მოსწავლეებს ვასწავლოთ დებატების კულტურა. ეგ დებატების კულტურა როგორც კამათი და ჭეშმარიტებები და ის არის შინაგანი კულტურა და გუნდური თამაშების პრინციპი. გარდა სალექციო კურსისა და დებატებისა დღის წესრიგში გაწერილია ინტელექტუალური თამაშები. მსმენელებისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობებიც მზადდება.